ყოველ პარასკევს 4 საათზე უყურე მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო. მოგესალმებით, დღეს პარასკევია და ტრადიციულად ხვდებით ერთმანეთს გირჩი ტივის ეთერში გადაცემით უსამართლო სასამართლო მარიკა არევაძესთან ერთად და დღეს სწორედ მოვდივარ იმ უსამართლო სასამართლოდან, სადაც სტუდენტ გოგოებს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობები მიუსაჯეს სრულიად უსაფუძვლო საქმეებში. ასევე რეჟიმის პატიმარ საბას ხვიტარიძის ძმას სრულიად უსაფუძვლოდ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ. ეს გახდა ადგილი, რომელიც აკანონებს შერჩევით სამართალს და რომელიც აკანონებს უსამართლობას ამ ქვეყანაში. ორგანო, სტრუქტურა, რომელიც თავად უნდა იყოს სამართლიანობის გარანტი. სასამართლო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულება ქვეყნის შიგნით და ადამიანის უფლებების დაცვა დღეს თავად გვევლინება უფლებების დამრღვევად, როდესაც ის მისი გადაწყვეტილებებით აკანონებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ ძალოვნების უსაფუძვლო, დაუსაბუთებელ საქმეებს. მიტანილ საქმეებს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კუთხით, ასევე სისხლის სამართლის კუთხით. დღეს ასევე იმართება ახლაც ნიკა მელიას ეგრეთ წოდებული სისხლის სამართლის საქმე, პოლიტიკური ლიდერის საქმე, რომელიც გუშინ ქალაქის ცენტრიდან ფაქტობრივად გაიტაცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა იმ ფორმით, რომელიც აქამდე ალბათ ჯერ არ ყოფილა საქართველოში არასდროს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რეჟიმი ბოლო ეტაპზეა მისი მიერ, ასე ვთქვათ, მისი მხრიდან რეპრესიების გაზრდის ახალ ტალღაზეა გადასული იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ის ძალაუფლება, რომელიც მას არ ეკუთვნის და რომელიც არის მიტაცებული ბიძინა ივანიშვილის რუსული ოცნების მიერ. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა გაგრძელდება მათ შორის იმისთვის, რომ სამართლიანი სასამართლო დავიბრუნოთ, მათ შორის იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში იქნეს დაცული და ჩვენი ქვეყნის დემოკრატია იქნას შენარჩუნებული. ახალი ეტაპები, ახალი ტალღები რეპრესიების, რომელიც ახლა უკვე გადასულია როგორც პოლიტიკურ ლიდერებზე, ასევე სამოქალაქო აქტივისტებზე, აუცილებლად იქნება დაძლეული და აუცილებლად ეს ბრძოლა დასრულდება საქართველოს ქართველი ხალხის გამარჯვებით. მანამ კი დღევანდელ გადაცემა ჩვენ ესე გვქონდა დაგეგმილი და ასევე მოვიქცევით, ვისაუბრებთ რეჟიმის კიდევ ერთი პატიმრის, ტყვის, ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე, ახალგაზრდა მსახიობზე, რომელსაც საქართველოს სახელი უცხოეთში უნდა გაეტანა, რომელთაც საქართველოს უნდა ეამაყა, დღეს სწორედ ამ ქვეყნის მიტაცებული რეჟიმის მიერ ის არის საპყრობილეში და ის სრულიად უსაფუძვლოდ ატარებს მისთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეებს და თვეებს ციხეში. დღევანდელი გადაცემის სტუმარი კი იქნება მისი ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი. თორნიკე, გამარჯობა. პირველ რიგში დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან რთული პერიოდია, ასე ვთქვათ, დატვირთულობის თვალსაზრისით, რადგან უკვე დღე არ გავა, რომ სასამართლოდან სასამართლოზე, იზოლატორიდან იზოლატორთან, თუ ციხიდან ციხეზე არ ვიაროთ და ამის პარალელურად კიდევ ვახერხებთ იმას, რომ მოვუყვეთ საზოგადოებას იმ უსამართლობის შესახებ, რომელიც მათ შორის სასამართლოს კედლებში ხდება. და პირველი კითხვა ჩემით სწორედ იქნება ანდროსთან დაკავშირებით, რა ბრალი აქვს ანდროს წაყენებული კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ ჩვენს მსმენელს და რამდენად საფუძვლიანია ეს ბრალი. მივესალმებით თქვენს მაყურებელს, პირიქით მადლობა მოწვევისთვის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, როგორი დატვირთული გრაფიკით შეიძლება გქონდეს, პირველი და მთავარი, ასევე რაც არის საზოგადოება უნდა იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული იმ უკანონობაზე, რაც ხდება და ასევე ვისარგებლებ ეთერით და სოლიდარობას გამოვუცხადებ ყველა იმ რეჟიმის პატიმარს დღევანდელის ჩათვლით, ვინც თუნდაც ადმინისტრაციული წესით უკანონოდ არის დაკავებული. რაც შეეხება ბრალდებას, მე ყოველთვის ასე ვიწყებ ხოლმე, ვიდრე ოფიციალურ ბრალდებას განმარტავთ, თავარი ბრალდება არის სამშობლო სიყვარული, რომლის გამოდაც ანდროც ისევე როგორც სხვა სინდისის პატიმრები არიან ტყვეობაში. რეალურად კი პროკურატურა დადგენილებებში წერს, რომ ბრალი არის 225 მუხლის მეორე ნაწილი სისხლის სამართლის კოდექსით, რაც ნიშნავს
ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. უფრო გასაგები რომ იყოს იმ მოქალაქეებისთვის, რომელსაც არ აქვთ იურიდიული განათლება, ეს ნიშნავს იმას, რომ არსებობს და არსებობდა ჯგუფი, რომელიც ერთმანეთთან ჭიდროდ იყო დაკავშირებული, ეს პიროვნებები ერთმანეთს იცნობდნენ, მათ ერთმანეთთან ჰქონდათ კავშირი, გარდა იმისა, რომ ესენი ასე განხორციელდა, მათ ყავდათ ვიღაცები, ორგანიზატორები, რომლებიც ზედამხედველობას ახორციელებდნენ ამ პიროვნებებზე, მიუთითებდნენ რა ძალადობრივ მოქმედებებმა ჩაეტარებინა და ამის შემდგომ ყველანი ერთად რაღაც ძალადობრივ მოქმედებებს ახორციელებდნენ, რაღაც გამოწყვეტლივ რაღაც პერიოდის განმავლობაში, რომლის გამოდაც დაზიანდა შემდგომ კონკრეტული პიროვნება ან ასე შემდგომ. ეს არის ის შინაარსი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საქმე და შენ ჩამოთვალე ის ელემენტები, რომელიც უნდა ახასიათებდეს საქმეს, თუ კი მართლა ჯგუფურ დანაშაულთან და ჯგუფურ ძალადობასთან გვაქვს საქმე. აქედან რომელი ელემენტი არის ამ საქმეში? აქედან არის ისაც თავიდან თქვი, სამშობლოს სიყვარული. მეტი ამ ნაწილში საერთოდ არაფერი არ არის და ამას ადასტურებს არა მარტო საქმის მასალები, ასევე განხილვა პროცესის განმავლობაში. ეს ადამიანები არ იცნობენ ერთმანეთს პირველ რიგში. მათ გაიცნენ სასამართლო პროცესზე და რეზოლუციებიც და ისე სასაცილო დაღნიშა ერთ-ერთ პროცესზე, რომ როდესაც ანდრო ჭიჭინაძე გავიგე, არ თუ ვიცნობდი, მეგონა რომ ვიღაც ანდრო ჭიჭინაძის ქუჩაზე დააკავეს. ანუ იმდენად არ იცნობდნენ ეს ადამიანები ერთმანეთს, ონისემაც აღნიშნა, რომ სულ სხვა პიროვნება მეგონა ანდრო, ვიდრე სასამართლოზე მოსამართლე ვინაობები არ დაადგინაო. ეს არის პირველი, შემდგომ რა თქმა უნდა ძალადობრივი მოქმედება, აქ არ აქვს მნიშვნელობა ჯგუფური იქნებოდა ეს საქმე თუ ინდივიდუალური, თავად ძალადობრივი მოქმედება არ არის არც ერთი პირის მიერ და მათ შორის ანდრო ჭიჭინაძის მიერ განხორციელებული და ნუ გარდა იმისა, რაც უკვე აღნიშნე და ესეც კი საკმარისია იმისთვის, რომ საქმე არ არსებობდეს, ასევე ის რომ მათ ჰქონდათ რაღაც ორგანიზებული ჯგუფური სახე და ის სამი პიროვნება, რომლებიც პროკურატურას მოხსენიებული ყავს როგორც ორგანიზატორი, მათთან რაიმე სახის კავშირი უნდა გინდებოდეს. ვერც დღემდე, ამდენი თვე უკვე მე-5, მე-6 თვე დაიწყო, 6 თვის თავზე არც ერთი კავშირი ამ პიროვნებებთან არ იკვეთება. ნუ გარდა ამისა, ისაც თავარი მტკიცებულება აქვს პროკურატურას თითქოს, ეს არის დაზარალებული პიროვნებები, ჩვენ ხედავთ, რომ პროცესზე ერთმანეთის მიყოლებით მოდიან ეს პიროვნებები და ზუსტად ეს უნდა მეთქვა, რომ პროცესზე გამოდიან მოწმე პოლიციელები, რომლებიც ეგრეთ წოდებული დაზარალებული არიან და არც ერთი მათგანი არ ადებს, ვერ იცნობს ვერც ერთ ბრალდებულს. რა ხდება ამ მიმართულებით? თქვენ უკვე მტკიცებულებების კვლევის ეტაპზე ხართ და რას მიუთითებს პირველ რიგში ამოწურეთ თუ არა უკვე ყველა მოწმე პოლიციელი და რას მიუთითებს მათი ჩვენებები? თავდაპირველად, როდესაც 10 იანვარს გადაგრძელდა წინა სასამართლოს თომის პერიოდი, მაშინ 156 პოლიციელზე მიუთითებდა პროკურატურა, რომ 156 პიროვნება არის ამ პიროვნებების მიერ დაზიანებულიო, რაც რა თქმა უნდა აბსურდი იყო, არა თუ 156 ერთი ადამიანიც კი არ არსებობს, რომელიმე პიროვნებას დაეზიანებინა სინდისის პატიმრების მიერ. ამის შემდგომ მიუხედავად ამ რიცხვისა 36-მდე დაიყვანა იმ ხალხის ოდენობა, რომლებიც გამოკითხეს და წარმოადგინეს სასამართლოზე როგორც მოწმეები, თუმცა 66-მაშიც რა თქმა უნდა თვითონ გამოძიების ეტაპზეც ვიცოდით, რომ არც ერთი მათგანი არ იყო ის, რომელიც შესაძლოა რაიმე სახის ზიანის ზემოქმედების ქვეშ იყოს ამ პიროვნებების მიერ, იმიტომ რომ ეს ბუნებაში არ ქონია უბრალოდ ადგილი. ნუ გარდა იმისა, რომ ამ ადამიანებმა პირდაპირ გამოკითხვის ოფისში დააფიქსირეს, რომ მე არ ვიცი ვინ დამაზიანა, მე არ დამინახავს, ეს სროლის მომენტიც არ მინახავს კონკრეტული ნივთის და ასე შემდგომ. თავად პროცესზეც როცა მოდიან, შეიძლება დოკუმენტს კიდევ ვინმე არ ინდოს, არ ვიცი საზოგადოებიდან, მაგრამ ხედავენ პროცესზეც, რომ ადამიანები მოდიან და ამბობენ, რომ აი აქ ვინც არის, მე არცეც არ ვიცი, რომ აქ ვინც არის, სინდისის პატრიოტი, მე არც ერთი არც კი მინახავს. რას მიუთითებს ეს? ეშინიათ უკვე სრულჩვენების მიცემის? მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ეს, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს პროცესები, სადაც რა თქმა უნდა არავის არ დაუზიანებია სამართალდამცავი, ან იქ რაღაც ნარკოტიკებს არ ქონია ადგილი ან ასე შემდგომ, მაგრამ მოდიან ადამიანები და სამართალდამცავები, შეიძლება რომ ასე მოიხსენიო და ამბობენ, რომ აი ეს იყო, ანუ ცრუ ჩვენებას აძლევენ, მაგრამ ეს არის საქმე, სადაც ცრუ ჩვენებაზეც კი ვერ წავიდა პოლიციელი, იმდენად აბსურდია და იმდენად თეთრი ძაბით არის შეკერილი. მოდიან ერთმანეთის მიყოლებით დაახლოებით 12-13 ადამიანი უკვე მოვიდა და არა მოგვიწურავს და სავარაუდოდ არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ ბოლომდე არ გავიდეთ და პროკურატურამ თვითონ მოხსნა საკუთარი მოწმეები, იმიტომ რომ ხედავს, რომ აზრი არ აქვს, მოდიან ეს ადამიანები და მიდიან მალევე ისე, რომ საქმეში ვერაფერს ტოვებენ, გარდა იმისა, რომ ამბობენ, რომ მე არცერთ არ ვიცი, რომ არც ერთი არ დამინახავს, არც ერთ ჩემთვის არაფერი არ უსრია, უბრალოდ მომადგა ზიანი.
და მიუხედავად ამისა, ამ ეტაპზე არაერთი გადასინჯვის შემდგომ ანდროც სხვა სინდისის პატიმრებთან ერთად დღემდე რჩება წინასწარ პატიმრობაში. Რამდენად მართებული იყო სასამართლოს მხრიდან წინასწარი პატიმრობის გამოყენება? საერთოდ რა შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოყენებული და იყო თუ არა ეს კრიტერიუმები, რომ აი უკიდურესი ფორმა ყოფილიყო აღკვეთი ღონისძიების გამოყენებული მათ შორის ანდროს შემთხვევაში. ამ ბოლო პერიოდში რატომღაც ასეთ რეალობაში ვართ, რაღაც სამართლებრივ ტერმინებსაც შევუცვალეთ მნიშვნელობა და აი წინასწარი პატიმრობას უკვე თითქმის აღარ ვიყენებთ, არის ტყვეობა ალბათ. ტყვეობაში დატოვეს ეს ადამიანები, ტყვეობა მიუსაჯეს ამ ადამიანებს წინასწარი პატიმრობის სახით და არა დაკავება. არ არსებობდა არც ერთი გარემოება პირველ რიგში ის, რომ ზოგადად საქმე როდესაც იწყება, შენ ვიდრე წინასწარ აღკვეთის ღონისძიების სახეზე რაიმეს განიხილა, უნდა ნახო რამდენად არსებობს რაიმეს სახის მტკიცებულება, ან ბრალდება რამდენად აბსურდული არის ან არ არის იმისთვის, რომ ზოგადად განიხილო აღკვეთის შეფარდების საკითხი. პირველივე სხდომაზე ჩვენ დავაფიქსირეთ ეს, რომ არ არსებობდა არანაირი გარემოება, რომელიც დაადასტურებდა სავარაუდოდ ან ვარაუდის დონეზე მაინც, რომ რაღაც დანაშაული შეიძლება იყოს ჩადენილი. ამიტომ არც ერთი აღკვეთის ღონისძიების სახე არ უნდა გამოყენებულიყო. მეტიც სასამართლოს იმაზეც მიუთითეთ, თუ თქვენ ახლა გამოიყენებთ რომელიმე აღკვეთის ღონისძიების სახით, ეს შესაძლოა ყოფილიყო ისეთი საქმე, რომელიც გაიგზავნებოდა სტრასბურგის სასამართლოში. აი სტრასბურგი შენ ძალიან კარგი გადახსენი, ასე თქვა, ჩემი მომდევნო კითხვა სწორედ ამას შეეხებოდა. ანდრო ჭიჭინაძის საქმე პრინციპში ჯერჯერობით არის ერთადერთი, რომლის საქმეც წასულია უკვე ეგრეთ წოდებული სტრასბურგის იგივე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რა გაქვთ გასაჩივრებული ამ შემთხვევაში და რა ეტაპზეა საქმე იქ? სტრასბურგის სასამართლო ალბათ დღეს არის ის მთავარი მიზეზი, რის გამოდაც აქ ადვოკატები ვაკეთებთ ყველაფერს, მიუხედავად ამ რეალობისა, რომ დღეს როგორც სასამართლო გვაქვს ჩვენ ქვეყნის შიგნით, ყველაფერს ვაკეთებთ საქმეში იმისთვის, რომ შემდგომში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, როდესაც ნებისმიერ საქმე გაიგზავნება, ის იყოს სრულყოფილი. მათ შორის არის ანდრო ჭიჭინაძის საქმეც, რომელიც გაიგზავნა აღკვეთის ნაწილში და ხშირად ისმის საზოგადოებიდან კითხვა, რომ აი ჯერ ხო უზენაეს გადაწყვეტილება არ მიუღია და აი ბოლო ინსტანცია არ ყოფილა და როგორ გააგზავნეთ. საზოგადოებისთვის რომ განმარტოთ, როდესაც მთლიანი საქმე დასრულდება, მაშინ ბოლო ინსტანციას ელოდები ის რომ გააგზავნოს. თავად განაჩენი რომ გააჩენიო და ანუ საბოლოო შედეგი, მაგრამ შუალედური შედეგი, რაც არის აღკვეთის ღონისძიება. აღკვეთის ნაწილში მიიღო გადაწყვეტილება სასამართლომ, აღკვეთის ნაწილში, რომელიც საჩივდება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში, როგორც კი სააპელაციო სასამართლო აღკვეთის ნაწილში მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს ნიშნავს, რომ აღკვეთის ნაწილში შიდა დონე ამოწურულია უკვე და შენ შეგიძლია იქიდან 4 თვის განმავლობაში ნებისმიერ დღეს გააგზავნო ეს სტრასბურგის სასამართლოში, როგორც გავაკეთეთ ჩვენ ამ შემთხვევაში. გავაგზავნეთ პირველი აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ასევე შემდგომში ორი მალევე მოუწია და ის ორი საკითხიც გავაგზავნეთ. ჯამში გამოდის, რომ 3 აღკვეთის პროცესი არის გაგზავნილი ანდრო ჭიჭინაძესთან დაკავშირებით და ვითხოვთ რამდენიმე სხვადასხვა მუხლის დარღვევას. მათ შორის არის მე-5 მუხლი, რაც ნიშნავს უკანონოდ აკვეთას თავისუფლების, ასევე არის მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე არის მე-13 მუხლი, მე-18 მუხლი და შეკრება მანიფესტაციის მუხლი. მე-18 მუხლი არის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე და ასევე შიდა დონის არ ქონა, შიდა დონეზე სამართლებრივი ქმედითი საშუალებების არ ქონა, რომლითაც შეგიძლია რომ თავი დაიცვა. საკმაოდ მრავლის მომცველი მოცულობითი საჩივარი არის. კარგს არ მიუთითებს ესე იგი, რადგან ასეთი მოცულობითი არის საჩივარი ქვეყნისთვის ყოველ შემთხვევაში ეს კარგად არ აისახება ხოლმე. და რა ეტაპზეა ეს საქმე ახლა სტრასბურგის სასამართლოში, როგორც ცნობილია, დამიზუსტეთ უცდები წარმოებაში მიღებული იქნა. იგი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ გადატვირთული არის თვითონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო და პრაქტიკის მიხედვით, როდესაც ჩვენ საჩივარს ვაგზავნით, თავად პირველი ეტაპის ამ წარმოებაში მიღების ეტაპსაც თვეები სჭირდება. ამ შემთხვევაში უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში 4 დღეში მიიღო სტრასბურგის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს საჩივარი დაარეგისტრირა ის და გვაცნობა, რომ ეს უკვე დარეგისტრირებულია და გახსნის უკვე კომუნიკაციის ეტაპს. ამ ნაწილს უკვე ველოდებით ჯერჯერობით როდის გაიხსნება კომუნიკაცია, რომ გქონდეს უკვე სტრასბურგის სასამართლოს ჩვენთანაც და შემდგომში ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც კომუნიკაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. კი ბატონო, და აი ეს რა საკითხები შეგიძლია გამოყო ის დეტალები საქმიდან, რომელიც მიუთითებს საქმის აბსურდულობაზე თუნდაც.
პირველი ალბათ ის თვითონ სად დააკავეს ეს პიროვნებები და რა ვითარებაში. რას ეხებოდა ზოგადად ეს საკითხი, ეს იყო 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების შემდგომ პროტესტი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა თავიდან, ვიდრე ეს დაკავება მოხდებოდა, თორემ ახლა უკვე თვეების მანძილზეა უწყოდად მიმდინარეობს. პირველი რაც არის აბსურდული არის ის, რომ ამ ადამიანებს ფოტოც კი არ აქვთ ერთად. არათუ რაიმე სახის უკანონო მოქმედებას ახორციელებენ, არამედ საგამოძიებო ორგანოს ერთი ფოტოც კი არ აქვს საქმეში, რომ აი რომელიმე სინდისის პატიმარი, რომელიმე სინდისის პატიმის გვერდით დგას. რა თქმა უნდა, ეს არ არის დანაშაული, თუმცა რაღაც მინიმალური მტკიცების ტვირთისთვის, რომ დამხმარედ მაინც გამოეყენებინა, ესეც კი არ არის. გარდა ამისა, სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა დროს არის ის სადაო საკითხები, რომელსაც სადაოდ ხდის პროკურატურა. თუმცა არც ერთი სინდისის პატიმის მიმართ ბრალდებაში დაკონკრეტებული არ არის კონკრეტული მოქმედება, რაში გამოიხატა, იმიტომ რომ ასეთი არ არსებობდა და ვერ აკონკრეტებს პროკურატურა და ასევე დაკონკრეტებული არ არის კონკრეტულად რომელ ლოკაციაზე, რომელ საათის, რომელ მონაკვეთში ან რომელ დღეს განხორციელდა რაიმე სახის უკანონო მოქმედება. რაც ცალსახად ანუ არაფერი არ არის საქმეში. ხო, რაც ცალსახად მიანიშნებს იმას, რომ პროკურატურამ როდესაც საქმე დაიწყო, არც იცოდა როგორ გააგრძელებდა, ამიტომ რაც შეიძლება აი რეზინის ნორმებს ვეძახით, ასეც აი რაც შეიძლება ყველანაირად მოარგო, აი ეგეთი საქმე წამოიწყო. და ანუ ამაზე მიუთითებს ისიც, რომ აი მოტივი რა იყო მთავარი, ამაზე მიუთითებს თვითონ გამოძიების საკითხიც. როცა თქვენც ადვოკატი ხართ, მეც ადვოკატი ვარ, ჩვენი კოლეგებიც ალბათ გვესმენ, ყველამ იცის, რომ საჩივარი სადმე პროკურატურის შოცა შეგაქვს, თვეები სჭირდება მინიმუმ თუ არ არის კვირეები, რომ რაღაცა ექსპერტიზა დაინიშნოს, რამე ჩატარდეს საათების მანძილზე არის ექსპერტიზა დანიშნული, საათების მანძილზე არის ტელევიზიებში გადაგზავნილი განცხადებები, იქიდანაც წუთებში არის პასუხები, იქიდანაც სასამართლოში წუთებში არის უკვე წასული საქმე და 1 საათში უკვე ყველანაირი დოკუმენტი დადასტურებული, ანუ ეს მიუთითებს, რამდენად არაეფექტურად იყო გამოძიება წარმოებული თავიდანვე, კი, თავიდანვე და ასევე მიუთითებს იმას, რომ რამდენად დიდია სახელმწიფოს მიზანი დასაჯოს ეს პიროვნებები და არა ის, რომ ობიექტურად აწარმოებს რამე სახის გამოძიება. ან დროს განწყობა ვიცით ყველამ, თუმცა მაინც კითხავ, როგორია და რას ეუბნება ის საზოგადოებას? ან დრო არის ხრეთ, ამას მე მგონი საზოგადოება ხედავს პროცესიდანაც, რომ არ გავამახვილოთ ყურადღება ასევე იმ წერილებზე, რომელსაც ან დრო მატანს ხოლმე ხალხისთვის, ეს ჩანდა მაშინაც, როდესაც 5 დეკემბერს მე შევედი იზოლატორში და იქიდან პირველი წერილი გამოუტანი ხალხს. ან დროს განწყობა შეიცვალა იმ რომ მხოლოდ გაძლიერდა ის მუხტი, რომელიც მას აქვს თავისუფლების მიმართ და უსამართლობასთან ბრძოლასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირად მშვიდობიანი ფორმით და ამას თავადაც ყოველთვის აღნიშნავდა მეტიც, ვიდრე დააკავებდნენ მანამდეც რამდენიმე საათით ადრე ინტერვიუც ჰქონდა მას ჩაწერილი ერთ-ერთ ტელევიზიაზე, სადაც იქაც ხალხს უსვამდა ყოველთვის მშვიდობიანი პროტესტის არსებობას. შესავალ სიტყვაშიც მან აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს მშვიდობიანი პროტესტი და გაიხსენა თავისი პროტესტი, რას უკავშირდება ზოგადად გირგვლიანის საქმეც გაიხსენა მათ შორის, რომელიც იყო გირგვლიანი ერთი ახლობელი ოჯახის და იქიდან გამიჩნდა მე პროტესტი და არა კონკრეტული ხელისუფლების მიმართ, არამედ ზოგადად უსამართლობის მიმართ მაქვსო. თუმცა ამ უსამართლობის და ასეთი წნეხის მიუხედავად, პოლიტიკური წნეხის მიუხედავად, რასაც ჩვენ ეთერშიც ვხედავთ ყოველდღიურად, როგორი მაღალი ფასეულობების მქონე არის ეს ადამიანი და როგორ ღირსეულად სცემს ყველა სამართლებრივ და ფაქტობრივ მოცემულობას პასუხს, მე მგონი ამას საზოგადოებაც ხედავს. და გარდა ამ დროსაც ხშირად მინახულებ ხოლმე უნისესაც მე, რადგან არის ტელეკომპანია პირველის თანამშრომელიც და მე როგორც იურისტი კომპანიის შევდივარ ხოლმე და ისიც არის ანალოგიურ განწყობაზე და ყველა რეჟიმის პატიმარი მე ასე მგონია, რომ ერთნაირ განწყობაზეა და ხალხს ამხნევებენ ისინი და ხალხი ამხნევებს მათ. კი, ნამდვილად ძალიან დიდი მუხტი მოდის სწორედ მათგან და ძალიან დიდი გამამხნევებელი ენერგია, იმიტომ რომ ისინი გასული დროის მიუხედავად ძალიან მხნედ არიან ბრძოლის განწყობაზე და იქიდან გვიგზავნიან იმ პოზიტიურ ენერგიას, რომელთაც ეს ბრძოლა აუცილებლად მივა გამარჯვებამდე.
მომდევნო პროცესი როდის არის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე სინდისის პატიმრებს ჩვენ დავანახოთ ის რომ ჩვენ მათ გარედან ვაძლიერებთ და დავანახოთ მხარდაჭერა რომ ჩვენ ადამიანები ვართ მათ გვერდით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ პროცესები სასამართლო დარბაზებში იყოს სავსე. არა იმიტომ რომ ჩვენ მოლოდინი გვაქვს სასამართლოში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების, არამედ იმიტომ რომ ადამიანებს დავანახოთ რომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება. შემდეგი პროცესი არის 6 ივნისი და ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭერით ასევე, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს კვირების მანძილზე დაწერილებულ დარბაზი. იმიტომ რომ მოსამართლემ მიიღო სხვადასხვა დღეს უკვე კიდევ ერთხელ ცნობილი ნიკა მელიას საქმეზეც შათილიშვილმა სხვადასხვა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მე ვფიქრობ, რომ არ იყო პრევენციული. ეს და არა მარტო მე, ასე შეაფასა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასე შეაფასა საზოგადოებას და ასევე ჩემმა კოლეგებმაც, რომ ეს უფრო სადამსჯელო ხასიათის იყო, ვიდრე ის რომ აი რაღაცინა წესრიგი აღედგინა, იმიტომ რომ დარღვეული არც იყო იმ დროს პროცესის განმავლობაში. ეს იყო კიდევ ერთი დემონსტრირება იმის, რომ სასამართლოს და ასევე ხელისუფლებას, იმიტომ რომ რატომღაც უკვე ერთ უწყება და ასოცირდება სასამართლო და ხელისუფლება ერთმანეთში არ უნდოდა რომ გათავსებული ყოფილიყო დარბაზები, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს სინდისის პატიმრების პროცესები და დღემდე ასეა, როდესაც ხალხი მინიმუმ 1 საათით ადრე მოდის, იმიტომ რომ აი ეს რიგი დაიკავოს ამდენად, რომ მოახერხოს შესვლა პროცესებზე, მიუხედავად იმისა, რომ 150 კაციან დარბაზში ტარდება სინდისის პატიმრების პროცესი. ეს უნდოდა რომ აი ეს მუხტი გამოეცალა ხალხისთვის და ეს მუხტი გამოეცალა ასევე სინდისის პატიმრებისთვის. მათ არ ენახათ ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ, მათ არ ენახათ ოჯახის წევრები და სრულიად უცხო ადამიანები. ოჯახის მე ხშირად მაქვს მათთან კომუნიკაცია და ისინი ყოველთვის ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრის დანახვა უხარიათ, ამაზე მეტად უხარიათ უცხო ადამიანების დანახვა, იმიტომ რომ ოჯახის წევრი რაც არ უნდა იყოს ყოველთვის შენთან იქნება, მაგრამ აქ არიან პროცესებზე სრულიად უცხო ადამიანები, რომლებიც აი ასე ვირტუალურად, ვერბალური კომუნიკაციით გახდნენ მათი ოჯახის წევრები, იმიტომ რომ ყოველ პროცესზე ხედავენ ერთმანეთს და ყოველ პროცესზე რაღაც გამამხნევებელ ფრაზებს უთვლიან ერთმანეთს, ასევე წერილებსაც და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის უნდა იდგეს ხალხი პატიმრების სინდისის ტყვეების მხარდასაჭერად, ისევე როგორც ისინი არიან დღეს საზოგადოების გვერდით, მიუხედავად იმისა, რომ არიან ტყვეობაში. კი, ნამდვილად ასეა და მე მინდა გავაგრძელო ის თემა, რაც გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე, როდესაც ფაქტობრივად ტერორი ახალ მწვერვალებს იპყრობს და ახალ ეტაპზე არის გადასული და ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ სასამართლო დარბაზებში, როგორ არის გადაბარებული, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული წესრიგის დაცვა მანდატური სამსახურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე. აი დღესაც დღევანდელი პროცესი რო ვახსენე, დღეს არაერთი პროცესი იყო სასამართლოში, მათ შორის იყო პროცესი, სადაც მე თვითონ გამოდიოდი ადვოკატის სტატუსით, ეს იყო ანი ქავთარაძის, რომელიც არის სამი შვილის დედა, ექიმი და პარტია ახალის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ასევე თორნიკე სხვიტარიძე, რომელიც არის რეჟიმის პატიმრის საბა სხვიტარიძის ძმა, მათი პროცესი, სადაც უკვე თქვი რა შედეგითაც დასრულდა, ანის შემთხვევაში ეს 5000 ლარიანი ჯარიმით დასრულდა, სამი შვილის დედას, როდესაც 5000 ლარიანი ჯარიმით აჯარიმებ, ესეც მიუთითებს ტერორზე პირდაპირ და რეჟიმის პატიმრის ძმა კი გაუშვეს ასევე ციხეში. ამის პარალელურად იყო არაერთი სამოქალაქო აქტივისტის საქმის გამოცხადება და არასრულწლოვანის, უბრალოდ მცირეწლოვანი შვილების დედებზე ჯარიმები იქნა მაქსიმალური ოდენებებით გამოყენებული და სტუდენტ პატარა გოგოებზე აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ არც ერთი ხელისუფლების თუ რეჟიმის პირობებში აქამდე ხალი აქტივისტების დაკავება, სტუდენტი გოგოების დაკავებას არ ქონია ადგილი და დღეს უკვე 12 დღიანი პატიმრობები მიესაჯათ. ამის პარალელურად მიდიოდა უკვე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი და სასამართლოს დარბაზები, არა მხოლოდ დარბაზები, არამედ ეზომთლიანად და ფოიე იყო გადატვირთული ფორმიანი თუ უფორმო პოლიციელებით.
აი ეს მნიშვნელოვანია, ფორმიანი თუ უფორმო, იმიტომ რომ უფორმოს შემთხვევაში ვერ ამოიცნობ მათ, მაგრამ შეუძლიათ შარი მოგდონ, ასე ვთქვათ, რომ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ქონდა ადგილი. ასევე ვხედავთ სასამართლოს ეზოში, აი მე მაგალითად ერთი კვირის წინ როდესაც ზურა გირჩი ჯაფარიძის პროცესი იყო, სასამართლოს ეზოში არ შემიშვეს. მაშინ როდესაც მე მქონდა საადვოკატო საქმიანობის, ანუ საქმე მქონდა, პროფესიული საქმე მქონდა და პროფესიული საქმის მორჩენის შემდგომ შეიძლება შევსულიყავი კიდევაც და შევიდოდი აუცილებლად, რა თქმა უნდა, ზურა გირჩი ჯაფარიძის პროცესზე. არ შემიშვეს. არ უშვებდნენ ზურას ერთ-ერთ ადვოკატს გოგიტა ბახტაძეს. დღესაც მიუხედავად რომ მე პირადად შესვლის პრობლემა არ შემქმნია, დიდი შემოწმებების შემდგომ შემიშვეს, მაგრამ ბევრი ადამიანი არ იქნა შეშვებული და დაშვებული სასამართლოში. აი ამ ყველაფერს რო გავუკეთოთ ანალიზი, რასთან გვაქვს საქმე? ანუ სამართლებრივ შეფასებას, რადგან ადვოკატის სტატუსით ხარ, თორემ უფრო სამართლებრივ შეფასებას გთხოვ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ნაწილს არ ვითხოვ შენ. ხო, ეგეც არის, რომ დღეს ამდენად შესაძლებელი არის, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი ერთმანეთისგან ისე გამიჯნო, რომ არ შეეხო, ცოტა რთულია. იმიტომ რომ ახლა თქვენ რა პრობლემებსაც შეეხეთ, ეს ყველა პრობლემა არ გამომდინარეობს მხოლოდ სამართლებრივი ნაწილისგან. იმიტომ რომ მაგალითად არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომელიც ადვოკატს შეუზღუდავს, რომ შევიდეს სასამართლო შენობაში. ეგეთ რამ არ არსებობს გარდა პოლიტიკური მოტივაციისა. ასევე არ არსებობს კონკრეტულად გამოარჩიო პროცესები, რომლის გამოდაც წინასწარ შეიძლება ამ დოზით მიიღო პრევენციული ზომა. რომელსაც პრევენციული ზომა რომც ერქვას, უნდა იყოს შესაბამისად გატარებული პრევენციული ზომები, კი პროპორციული უნდა იყოს, ან მინიმუმ უნდა ვიცოდე ვინ არის ის პიროვნება, ვისაც უნდა დავემორჩილო. ყველაფერს რომ თავი დავანებო. თუნდაც უკანონო დამორჩილებაზე იყოს საუბარი, თუნდაც ამ რეალობაში ვინ არის ის პიროვნება, ვისაც აქვს რაღაც დონის უფლება მაინც, რომ მოვიდეს და მე მესაუბროს როგორც არა ადვოკატს, არამედ როგორც რიგით მოქალაქეს მინიმუმ. ჩვენ ნახეთ და სწორად აღნიშნეთ, მეც ვნახე რამდენიმე ისეთი ფაქტი, ძალიან გულდასაწყვეტიც ერთი მხრივ და მეორე მხრივ სამართლებრივ ლაფსუსში მყოფი, რომ მანდატური სამსახური არათუ შენობაში ეზოშიც არ უშვებდა, არათუ მოქალაქეს, არამედ ადვოკატს. და გოგიტა ახსენეთ თქვენ, მეც ბატონი გოგიტას ვიდეოს ვნახე, სადაც ეუბნება, რომ პროცესი მაქვს და შემიშვიდო და მანდატური თხოვს დადასტურებას რა პროცესი აქვს, ანუ რა უფლებამოსილება აქვს მანდატურს იმისა, რომ განსაზღვროს ადვოკატს რა პროცესი აქვს და ძალიან სწორადაც უთხრა ადვოკატმა, რომ მე როცა აქ მოვდივარ, შეიძლება არც ვიცი რომელ დარბაზში მაქვს პროცესი და კონკრეტულად ვინ არის მოსამართლე და ასე შემდგომ, ამას აქ ვიგებ. ეგეც ცალკე ტრაგედია, რომ ეგრე გვიწევს ხოლმე, მაგრამ და ბოლოს, უთხრა, რომ ალბათ შენ ჯაფარიძის პროცესზე მიდიხარ და აბა კარგად იყავი. აი ეს ამას როდესაც ვიგებთ და ეს არ არის გადამეტებული საერთოდ, ეს არის რეალობა, რომელსაც აღვწერთ. ეს ნიშნავს, რომ აი ის როგორც თქვენ დაიწყეთ ჩემთან ინტერვიუ, რომ აი სასამართლო უნდა იყოს რაღაცნაირად ადგილი, სადაც ადამიანს ეგულება სამართალი და ეს არის ადგილი, სადაც წავა ის და იქ სამართალს და სიმართლეს იპოვის, ალბათ დღეს სასამართლო არის ის ადგილი, სადაც სიმართლე და სამართალი ყველაზე შორს არის, რამე შენობა თუ შეგვიძლია ავიღოთ საქართველოში, იმიტომ რომ ეს პროცესები არ მიდის სასამართლოში ნამდვილად დღეს. კი ბატონო, დღეს ნახევრად ხუმრობანარევით ჩემს მეგობრებს სასამართლოს ეზოში ვეუბნებოდი ზუსტად, რომ ალბათ ცვლილებების შემდგომ ამ შენობაში შეიძლება გაკეთდეს უსამართლო სასამართლოს მუზეუმი, სადაც თითოეულ დარბაზში გამოიფინება კონკრეტული ადამიანების, ვისი პროცესებიც იყო ჩატარებული, როგორც სრულმოწმე პოლიციელები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს პროკურატურის წარმომადგენლების სახელი გვარები, დაცვის მხარე, თავად ბრალდებულები თუ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები და რაც მთავარია მოსამართლეები, თავიანთი ისტორიებით თუ რა ხდებოდა ამ დარბაზებში, მაშინ, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირდა. ეს ნახევრად ხუმრობით, თუმცა მე თვითონვე მომეწოდა მე ეს აზრი ისე, რომ შეიძლება ამის განხორციელება. დიდია ძალიან სიმართლე მაგ ამბავში და სახელს თუ არ დავარქმევთ სასამართლოს რაღაცა მუზეუმს, ყოველ შემთხვევაში რეალობა ეგეთი არის, რომ დღეს ეგ ხდება სასამართლოში და აი ყველა საკითხთან მიმართებით, ადვოკატებთან მიმართებით ის რომ არ უშვებენ, მოქალაქეებთან მიმართებით ის რომ ზღუდავენ, ჟურნალისტებთან მიმართებით ამდენიმე პროცესია უკვე რომ ტელევიზიას არ აძლევენ გადაღების უფლებას პროცესების. ტექნიკურად ძალიან დიდ პრობლემას უქმნიან, იმიტომ რომ მე როგორც მედიის წარმომადგენელს ვიცი ეს ტექნიკური პრობლემებიც კი როგორი არის სასამართლოში, როცა განცხადებაც კი დაწერილი აქვს ჟურნალისტს და არ აძლევენ უფლებას რომ გადაიღოს, იმიტომ რომ არ სურთ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ის უსამართლობა და ის უკანონობა, რომელსაც
ისეთი ადამიანიც კი უკანონოდ მიიჩნევს, რომელმაც შეიძლება ყველაფერზე თვალი დახუჭოს დღევანდელ რეალობაშიც კი. აი ამ ყველაფერს გათვალისწინებით ძალიან რთულია შენ არა მარტო პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე, არამედ რიგით საქმეზეც კი, როგორც მოქალაქეს გქონდეს სასამართლოს იმედი. ამ დროს სასამართლო არის დემოკრატიის მთავარი საფუძველი, ხო? და აი შენ როგორც ადვოკატს რა მოლოდინი გაქვს სასამართლოსგან, კონკრეტულად ანდრო ჭიჭინაძის საქმეში? მოლოდინებზე მეტად ჩვენ მე და ანდროც და ადვოკატებიც უფრო მეტად ხშირად ვსაუბრობთ мотиваციაზე. ჩვენი მთავარი როლი და мотиваცია არის ის, რომ არ არსებობს ფაქტობრივი მოცემულობა, რამაც უნდა დააბრკოლოს ადვოკატი რო საქმეში რაღაც ისე არ გააკეთოს, როგორც უნდა გააკეთოს. მაგალითად, თუ მე ვარ ან დარწმუნებული, ან ვარაუდი მაინც მაქვს, რომ შესაძლოა გადაწყვეტილება იყოს მოტივირებული პოლიტიკურად და ამის მიუხედავად მე რაც არ უნდა გავაკეთო საქმეში, ამით შესაძლოა მაინც ვერაფერი შევცვალო, ამის მიუხედავად ჩვენ ანდრო ჭიჭინაძის დაცვის მხარეს საქმეში მაინც ვაკეთებთ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ იმ მომენტშიც კი თუნდაც შუა მდგომობას, ოდესაც ვაჟღერებთ, უკვე ვიცით, რომ ის შესაძლოა არ დაკმაყოფილდეს, მას ისე დავასაბუთებთ, რომ ეს ოდესაც საქმეში იდება, მაშინ ოდესაც ეს ობიექტურ მოსამართლეს მიუვა და მაშინ ოდესაც საქმის განხილვა იქნება საჭირო იქ, სადაც იქნება საჭირო, რომ შემდგომში დადგეს პასუხისმგებლობა კონკრეტული პიროვნებების, აი იქ, როდესაც საქმის გადაშლიან, საქმე იყოს სავსე. და უფრო შორს რომ არ წავიდეთ, მინიმუმ აქ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აი ახლა მიმდინარე საქმე გვაქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, აი იქ ობიექტურ სასამართლოს დავანახოთ, რომ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობისთან ჩვენ მიიღე გადაწყვეტილება დღეს და არ ვიცით ეს როდის იქნება გადაწყვეტილება და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ აი იგივე მტკიცებულებები იდო შიდა დონეზე საქმეში, მაგრამ აი აქ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ეს იქნება შუალედური თუ საბოლოო, ამას უკვე დრო ნელ-ნელა გვაჩვენებს. სად არის გამოსავალი? სასამართლოს რეფორმა. გამოსავალი იწყება რუსთაველზე. და მე ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვით ჩვენ წლების წინ, როდესაც აი სასამართლოს რეფორმა როდესაც იყო, მაშინ არ იდგა რუსთაველზე იმ რაოდენობის ხალხი, რა რაოდენობაც არის დღეს. მაშინ საზოგადოებამ ვერ გაიაზრა რა პრობლემა შეიძლება ყოფილიყო იმ მოსამართლეებში, რომლებიც დღეს არიან სასამართლოში. იმიტომ რომ არ არსებობს რაიმე სახის უკანონობა, რის გაჩერებაც არ შეუძლია მოსამართლეს. ყოველთვის არის, რომ აი ადამიანს აქვს სისხლი თუნდაც რაღაცნაირად დამოკიდებული მანდატური სამსახურის მიმართ, რომელიმე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიმართ, რიგითი პოლიციის მიმართ, მოქალაქის მიმართ, მაგრამ მთავარი პრეტენზია ჩვენ ვისაც უნდა გქონდეს არის მოსამართლეები, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა გარეთ როგორი უკანონობა მოხდება, რა თქმა უნდა ეს არ უნდა მოხდეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, ყველაფრის დაკანონება და ყველაფერზე უარის თქმა შეუძლია სასამართლოს. და ეს წლების წინ ვერ გავიაზრეთ სწორად ალბათ საზოგადოების დიდმა ნაწილმა და აი მაშინ ოდესაც ეს იყო საჭირო, მაშინ ვერ მივიღეთ ის პროტესტი, რომელიც ამ ყველაფერს შეაჩერებდა. და თუნდაც აი შორს რომ არ წავიდეთ, ისევ მედიების საქმე შეუძლია შევეხოთ, ოდესაც თვეების წინ, ოდესაც საარჩევნო პერიოდი იყო, მედიები სანქცირდებოდნენ და ყოველდღიურად 5,000 ლარიან ჯარიმაზე გადიოდნენ იმ მოსამართლეების ხელით, რომლებიც დღეს აქტივისტების ეგრეთ წოდებულ გზის გადაკეტვის საქმეებს განიხილავენ და უკვე ვინც პატრონობაში უშვებს ამ ახალგაზრდა ადამიანებს, მაშინაც საზოგადოება არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, მაშინაც არ იყო ამ მოსამართლეების მიმართ კრიტიკა მაღალი. რა თქმა უნდა, სამართლიან კრიტიკაზე აქვს საუბარი და მშვიდობიანი ფორმით გამოხატულ კრიტიკაზე. თუმცა როცა უკვე ეს დიდი რაოდენობით მოქალაქე შეეხო და უკვე გავანალიზეთ, რომ ოჯახში ერთი წევრი მაინც არის ისეთი, რომელიც წინაშეაც უკანონო გადაწყვეტილება არის მიღებული, აი მაშინ საზოგადოება მიხვდა უკვე, რომ მხოლოდ ძალა აქვს სასამართლოს, თუმცა ამის მიუხედავად მაინც ეს მოსამართლეები ჯერჯერობით ეხლებიან ამ მხოლოდ ძალა აქვს მანტიას და იმ ხალხის სიყვარულს, რომელსაც იმსახურებს კანონიერი გადაწყვეტილებით. კი, ნამდვილად და ჩვენ უნდა მივახციოთ იმას ცვლილებების შემდგომ ზუსტად ისეთი რეფორმა უნდა ჩატარდეს, როდესაც მოხდება არასამართლიანი, არაკეთილსინდისიერი მოსამართლეებისაგან სასამართლოს გათავისუფლება და ახალი კეთილსინდისიერი
პროფესიონალი მოსამართლეებით დაკომპლექტება, რომელსაც ესმის, რას ნიშნავს მანტია და რა ძალა აქვს იყო მოსამართლე. ადამიანური პირობებიც ძალიან მნიშვნელოვანი მორალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია მოსამართლესთვის. რა თქმა უნდა, მორალური მხარე შესაძლოა არ იდგეს კანონზე წინ, თუნდაც აი გზის გადაკეტვის საქმეებს მოვიყვან ისევ, იმიტომ რომ ხშირად მიწევს ხოლმე დაცვა აქტივისტების, როდესაც შენ ეუბნები სასამართლოს, იცით რა, ეს ადამიანი არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ და თუ თქვენ ასე თვლით, მაშინ მოდი ანახე კანონიერი გადაწყვეტილებით ამ ადამიანს შენი დასაბუთებით ანახე როგორი უნდა იყოს მოქმედება. თუ ახლა ამას ვერ ანახებ, ისე ვარ დაგეთანხმება, მაგრამ თუ შენ ამას შეძლებ და შენ ხარ იმ დონის მოსამართლე, რომ ამას გააკეთებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თulis რომ ეს არის უკანონო, შენ დაანახებ, რომ იცი რა ეს არ იყო უკანონო, მოდი ეს შეძელი, შენ ხო გააქვს პრეტენზია, რომ ხარ უმაღლეს მწვერვალზე იურისპრუდენციის. და მოდი ნუ დააჯარიმებ ამ ადამიანს, იმიტომ რომ მას სახში ბებო ყავს, მას სახში ყავს შვილი და მარჩენალი არის ერთადერთი. მოდი ადამიანურადაც მიუდექი ამ საკითხსო, იმიტომ ეს ადამიანი სასამართლოში აღარ მოვა არასდროს, იმიტომ შენ როცა ასეთ მორალურად დაცლილ გადაწყვეტილებას მიიღებ, უკანონოსო თავი დაანებო და სამართლებრივ ნორმებს თავი დაანებო, მას არასდროს ექნება იურისპრუდენციის მიმართ ის განცდა, რომ ეს არის ნამდვილად სამართლიანობისთვის და ამის მიუხედავად, რომ მაინც მოbrunდება შემდგომ მოსამართლე და მიიღებს პირველში უკანონო გადაწყვეტილებას დაჯარიმებასთან დაკავშირებით და შემდგომ არათუ გაფრთხილებით, არამედ კიდევ დააპატიმრებს ამ ადამიანს საერთოდ, ну ეს არის რა თქმა უნდა დიდი აბსურდი და მიანიშნებს იმაზე, რომ სამწუხაროდ ეს გადაწყვეტილებები არ გადის მხოლოდ პოლიტიკურ мотивაციაზე. ეს გადაწყვეტილებები გადის ასევე მოსამართლის შინაგან განწყობაზე, რომელიც უკვე იმდენად არის შეცვლილი და აქტივისტების მიმართ აგრესიით განწყობილი, რომ არც ადამიანურ გარემოებებს აქვს მნიშვნელობა რიგით საქმეებზე. კი, ნამდვილად არ შეიძლება რომ არ დაგეთანხმო ამ ნაწილში, თუმცა მნიშვნელოვანია რომ როდესაც დადგება დრო, ყველა ეს საქმე იქნება პროფესიონალი, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კომისიის მიერ შესწავლილი და ყველა ეს კრიტერიუმები, რომელსაც დღეს ჩვენ ადვოკატები სასამართლოს სხდომის დარბაზებიდან ვუთითებთ მოსამართლეს და იმ სტანდარტებს, რომელსაც ვეუბნებით, რამდენად აკმაყოფილებს ეს გადაწყვეტილებები სწორედ ამ სტანდარტებს და კრიტერიუმებს, ხო? ერთი არის კიდევ ხო თქვენს ლექტორი ხართ, მეც ხშირად მაქვს ხოლმე შეხვედრები. ეს გადაწყვეტილებები და დღეს წარმოებული საქმეები იქნება იმის ნათელი მაგალითი, რომ ეს დაუდო სტუდენტს და უთხრა, რომ აი ასეთი არ უნდა იყოს არც გადაწყვეტილება და ასეთი არ უნდა იყოს არც გამოძიება. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანის უფლებათა ეროვნულ სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც, უსწრაფოს სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც ხშირად ვკითხულობდით, იმიტომ რომ იქიდან აგვეღო რაღაც მაგალითი და აი ეს პერიოდი, რაც კანონიერების თვალსაზრისით ქვეყანას აქვს ჩავარდნა, აი ეს იქნება იმის ნათელი მაგალითი, რომ აი პირიქით სტუდენტს დაუდო და უთხრა, რომ აი ეს გადაწყვეტილება უკანონოა და აი ასეთი არ უნდა იყოს. ეს გადაწყვეტილება და შენ თუ გამომძიებლობა გინდა ან პროკურორობა, აი საქმე ასე არ უნდა აწარმოო. და ეს კიდევ ერთი მაგალითი იქნება ალბათ იმისა, რომ სწორად გაიაზროს შემდგომმა თაობამ, რომ აი თუ პროფესიაში უნდა შემოსვლა, პროფესიაში ღირსეულად უნდა შემოვიდეს და ისე უნდა წავიდეს აქედან, რომ სანქციებთა სიაში არ უნდა იყოს მინიმუმ. მინიმუმ. კი, და დღეს ჩვენ გვაქვს უკვე საკმაოდ მრავლად სანქცირებული მოსამართლეები, რომ არაფერი თქვათ, უკვე ძალოვანი, ეგრეთ წოდებული ძალოვანი წარმომადგენლებზე და ასე შემდგომ. დასასრულს უახლოვდება ჩვენი გადაცემა, თუ რაიმეს დამატება გინდა, დაგვრჩა რაიმე სათქმელი, რაც შეიძლება რომ ითქვას და რაც უნდა იცოდეს მაყურებელმა ამ დროს საქმეზე, შეგვიძლია რომ ვთქვათ. ამ დროს საქმესთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, დეტალებზე საუბარი შესაძლებელი არის, თუმცა რთული იქნება რომ ამოწურო ეს დეტალები, იმიტომ რომ იმდენი აბსურდი არის, რომ ამასო დეტალურად გავყვეთ ძალიან რთული იქნება, ალბათ მექნება მიმართვა საზოგადოების მისამართით, როგორც სინდისის პატიმრის ადვოკატის, რომ თქვენი როლი გარე პროცესებში და თქვენი ჩართულობა სინდისის პატიმრების მიმართ მხარდაჭერაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ყოველთვის უნდა იცოდეს საზოგადოება, რომ მიუხედავად იმისა, როგორი მოსამართლე ზის მანტიით, ყველა მოსამართლეს ბოჭავს ხალხის ინტერესი და სასამართლოში მყოფი ხალხის რაოდენობა. ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა პროცესი, ეს იქნება ადმინისტრაციული თუ ეს იქნება სისხლისამართლის მიმართულებით, დარბაზები უნდა იყოს სავსე და დარბაზებთან ერთად ასევე ის ტერიტორია, რომელსაც
დღეს რუსთაველის შემდგომ ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი უჭირავს პროტესტის. ეს არის საქალაქო სასამართლოს დარბაზები და მიმდებარე ტერიტორია. მადლობა თორნიკე, მადლობა სტუმრობისთვის, ამ დროს შესახებ საქმეზე ბევრი დეტალის გაცნობისთვის, დაგემშვიდობები, ასევე დაგემშვიდობებით მაყურებლებს, ჩვენს მსმენელს მომავალ 4 შაბათამდე და მომავალ 4 შაბათს მოგიყვებით კიდევ არაერთ და მორიგ უსამართლო საქმეზე, უსამართლო საქმის მიმდინარეობაზე სასამართლოში. ყოველ პარასკევს 4 საათზე უყურე მარიკა არევაძის საავტორო გადაცემას უსამართლო სასამართლო